მოგესალმებით ხალხო, გამარჯობათ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესოა და მე თუ გითხრათ სენსაციური აქცია მოეწყო დღეს პროკურატურასთან თვალავსები უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ბატონმა ნიკა ბჟავანაძემ დაამერცხნეთ. მე ვფიქრობ, ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი აქცია ჩაატარა პირველად საქართველოს ისტორიაში. მოხდა თქმა იმისა, რასაც ბევრი ალბათ ვერც მოიფიქრებდა, რომ ეთქვა. ყოველ შემთხვევაში ბეშვიმსა და დიდგორში რაც მოხდა, ეს მარცა განსახილია ქართულ საზოგადოებაში და დიდი მადლობა მინდა ბატონ ნიკას უთხრა, რომ სწორედ მან შეიტანა დღეს საჩელი აღზრდა იმ მე თუ მკითხავ, აი გაუგონარ და უცნაურ გადაწყვეტილებასთან, განზრახულობასთან, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა და მეცაც დაუმატებდი ის ფაქტი, რომ რესტორანი ოფიციალურად ეპატიჟებოდა და დიდი სადილის გაუმართა დიდგორში მონაწილეთა. ეს არის პირდაპირ კანონდარღვევა და სისხლის სამართლის საქმის აღზრდი აქცია იყო და ისე გადაგორდასავით თითქოს არაფერი და ძალიან გამიხარდა უცხოელად გეუბნებით ბატონ ნიკა, რომ თქვენ ამას სპეციალური აქცია უძღვერით. დიდი მადლობა რომ გესტუმრეთ და გისმენთ ბატონ ნიკა. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის და ჩვენი ორგანიზაცია უფლებადამცველთა გაერთიანება იქნება პრინციპული აი ამ კანონდარღვევების მიმართ, რომელსაც ჩაიდენს ესა თუ ის სუბიექტი, ხელისუფლება და ჩვენ აუვაშფოთა იმ ფაქტმა, რაც ბოლო პერიოდში ხდება ქვეყანაში, ბეშუმში, რაც მოხდა დიდგორში, ანუ ფაქტიურად ხელისუფლებამ, ნაციონალურმა მოძრაობამ საერო დღესასწაულები გადააქცია პარტიულ დღესასწაულებს. ეს არის ყოველდღე გაუგონარი ფაქტი ბატონო, ვინაიდან პირდაპირ იყო მითითება ძალოვანი სტრუქტურების მიმართ, რომ არ დაეშვათ ნაციონალების გარდა არც ბეშუმში და არც დიდგორში და ხალხი იდგა იქა და ელემენტარულად ხა დიდგორობას ვერ დღესასწაულებ ქუთაისში და დიდგორის ველზე უნდა დღესასწაულო ეს დღესასწაული ეს არის დიდი დღესასწაული ქვეყნისათვის ამაზე დიდი ბრძოლა ქართველებს არ მოუგია მე მგონი და ხალხს უნდა დაასრულოს და ესე იგი დაფიქსირებულია კამერებითაც როდესაც ნაციონალების ხელმძღვანელი პირები პოლიციელები აცხადებენ ჩვენ რომ გადმოგცა ნაციონალების წარმომადგენლებმა სიებიო და აი ამ სიების მიხედვით ხოლმე შევა აქ ნაციონალები არავით არის ოცნება არავით არის სხვა პარტია ვერავინ ვერ შეაღწევს აქ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, იმიტომ რომ ნაციონალების მიერ გადაცემული სიები იყო და მას ეკისრება ეს პასუხისმგებლობა და საქართველოს პრეზიდენტის, რა თქმა უნდა. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამაზე აგებს პასუხს და ჩვენ შევიტანეთ ეს მასალები დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ეს არის 152 მუხლის მეორე ნაწილის აქვე ფუქტით გათვალისწინებული დანაშაული. და დანაშაულის თვალოში კითხულობთ ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევა, მათი რასის, კანის, ფერის, ენის, ქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულის, აღსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური რომელიმე წოდებისადმი ან საზოგადოებრივი გაერთიანებისა და კუთვნილების წარმოშობის საცხოვრებელი ადგილის ან ქონებრივი მდგომარეობის გამო, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება. აქ ხაზგასმულია პოლიტიკური უფლება. ანუ ხალხი არ შეუშვეს პოლიტიკური წამსის გამო, რომ განსხვავებული პოლიტიკური დამოკიდებულება გააჩნდათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიტანეთ ზუსტად ეს მასალები, დავუხდეთ ის ვიდეო მასალაც, რომელსაც დაფიქსირებულია ეს აღიარების ჩვენებები ამ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების პოლიციელებისა. ეს არის ეს დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აკვეთას 3 წლამდე და სწორედ აღნიშნული ვადით მოუწევს სააკაშვილის ჩაჯდომა, იმიტომ რომ იცით რა, მოშე კაცავი იყო ისრაელის პირველი პირი, რომელმაც პასუხი აგო იმის გამო, რომ სექსუალური გარკვეულწილად აპირებების ეს კაცი იძულებული გახდა აი ამის გამო გადამდგარიყო თანამდებობა დღეს კაცი ციხეში ის. და ამ ჩვენ ეხა ეს არის ეხა მე რასაც აქ აპელირებას ვაკეთებ აი დანაშაულზე უფრო დიდი დანაშაულებია რა თქმა უნდა ჩადენილი, მაგრამ აი ეს დანაშაული არ უნდა იყოს ისეთ არჩენილი უყურადღებოთ, ვინაიდან არ შეიძლება საზოგადოების დაყოფა და უკვე კონსტიტუციური ველიდან გავიდა ხელისუფლება, როდესაც ყოფს საზოგადოებას ნაციონალებად, ჩემიანებად და მტრებად. მტრებად, დიახ, ჩარეცხილებად და თავიანთ მომხრეებად. არ შეიძლება ესეთი დაყოფა და სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ჩავატარეთ ეს პრესკონფერენცია და მოუწოდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ შემთხვევაში, რომ ხელი აეღონა ესეთ განზრახებებს და პროკურატურას კი აუცილებლად მართებს დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ჩვენ გადავაგზავნეთ ასევე მასალები სახალხო დამცველის ოფისში, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.
და მე მაინტერესებს ახლა რა უნდა დაწერონ ისეთი, აი ჯერ ერთი ახლა გამოძიება ყველა ვარიანტში უნდა დაიწყო, იმიტომ რომ როდესაც შეიძლება განცხადება, ნომერი ენიჭება, იწყება გამოძიება. აი მსვლელობა რატო არ უნდა მისცემს, და იქ უნდა შეწყვიტონ, აი რაც ჩაწერენ. ფაქტია, რომ დანაშაული მოხდა. დანაშაული მოხდა, ადამიანები არ შეურჩეს, ფიზიკური სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს იქ და შემდგომში იქ იყო აგრეთვე ჟურნალისტებზე თავდასხმა თქვენ კარგად მოგეხსენებათ და ეს ყველაფერი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პროკურატურას მართებს დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყება აღნიშნული კუთხით და ჩვენი ვალია აი ამ დარღვევებზე რეაგირება მოვახდინოთ. მესმის ახლა საზოგადოებაში არის ნიჰილიზმი, რა აზრი აქვს პროკურატურა ზამათია, სასამართლო ზამათია, ყველაფერი რასაც უნდა იმას გააკეთებ, მაგრამ ესე არ შეიძლება. ჩვენი ვალია თვითოულ კანონდარღვევაზე, თვითოულ სამართალდარღვევაზე მივცეთ ცვლილობა და რეაგირება გავაკეთოთ ამაზე. ვინაიდან აი ის ნიჰილიზმი მე პირადად არ მომწონს, როდესაც აი იძახიან, მაინც გააყალბებენ, მაინც იგივე განმეორდება. ქართული ხალხის ბრძოლა იყო მთელი 20 საუკუნის მანძილზე. ჩვენ რო ესე გვეფიქრა, მონღოლები იყო, თურქები იყო შემოსეული, რომ აი მაინც ავაგებთ ბაბატე რა, ისა ნიკა თითქოსშიც არა, წესით რიგით არ უნდა მოგვექო. წესით ხო 300,000 იყვნენ თურქები, 65,000-მდე ვიყავით ქართველები. წესი და ყველა სამხედრო ლოგიკით წინააღმდეგობა არ უნდა გაგვეწია, მაგრამ ხო გავუწიეთ, ხო მოვიგეთ. მე ვფიქრობ, რომ აი ზნეობრივი ამ მაგალითი არის სწორედ დიდგორი იმისა, რომ აი მსგავსი იდიოტობა აღარ უნდა მოხდეს. მე მარცა წდება გული, რომ მიხეილ სააკაშვილი დარჩა რაღაც საწოდავი და გაუბედურებული და სახელგატეხილი პარტიის თავმჯდომარე. არ უნდა იყოს ის პარტიის თავმჯდომარე. უნდა გავიდეს იმ პარტიის ზონიდან და უნდა იყოს თუ კი თulis ის საქართველოს პრეზიდენტად და ყველა მოქალაქის პრეზიდენტი უნდა იყოს და აი ისე გამიკვირდა მეს ჩერის მანქანები დააჯარიმეს. ეს ხო რაღაცა ფრიდური და თაღლითური მიზეზი იყო, რომ მიგალკა რო საავარიო სიტუაციას გიქმნიდეს და მაშინ და თან დააჯარიმეს და ევაკუატორი წაიყვანეს მანქანები. ეს კიდე არაუშავს. უშუალოდ აი რას თქვენ ბრძანეთ, ეს აღმაშფოთებელია, რომ ნაცმოძრაობის სიის მიხედვით ვიწყებთ აქ ხალხსაო. არ შეიძლება სეგრეგაცია ესა დაჩაგვრა ადამიანების. აი ბატონო და თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა ამერიკის დამოუკიდებლობის დღე ადასტილი დღეს ახლა დემოკრატები არიან დღეს ხელისუფლების სათავეში და დამოუკიდებლობის დღეს მხოლოდ დემოკრატები უნდა გამოცხადდნენ, რესპუბლიკელები არ დაიშვებენ. და სხვათა შორის ახლა ხას გამოვიდა ახლა როდესაც აი ამაზე ატყდა ერთი ამბავი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი რა თქმა უნდა ჭყალებს და თქვა ჩვენო იმიტომ არ გავაკეთეს რომ ხალხი მოვარიდეთო რაღაცა პრობლემებს რა შუაში რა მოვარიდებენ რომ ხალხი მიდიოდა იქ აღსანიშნავად ელემენტარულად ამაზე დიდი დღესასწაულია დავით აღმაშენებელზე დიდი პიროვნება საქართველოს არ ყოლია ხო და არ შეიძლება ესეთი დამოკიდებულება და ჩვენ იცით რა შესაძლოა ესენი ამ ბოლო პერიოდში არა მარტო აი პოლიტიკური წამსის გამო კი არ ხდება ესეთი ზეწოლები. აი თქვენ კარგად გახსოვთ ეს როზა წყაბელია იყო ცაიშელი ხალბატონი რა უქნეს ესე იგი ისე ეშინია ამ ხელისუფლებას ელემენტარულად ხალხის რომ აი ერთი ადამიანი მოხუცი ხალხი რა უნდა ეთქვა ხა იმას და არ მიუშვეს იქ რომ რაღაცა ეთქვა ეს იყო ადამიანის უფლებების დარღვევა კონსტიტუციით გარანტირებული ხო და შემდგომში ახლა რახან ეს გაჟღერდა მადლობა ეს ტელევიზია თუ არ გამჟღავნებული იყო ეს ამბავი დარწმუნებული ვარ ახლა თქვენ ჯერათ რომ ახლა პრეზიდენტი მივიდოდა მისთან სახლში და რაღაცა არ მოგეშვა ხო რა თქმა უნდა ეს არის აბსურდი და არ შეიძლება ესეთი რაღაცეები და უკვე ძალიან აი ამ არჩევნებიდან გამომდინარე ესკალაციას საქმეს ყველაფერი ეს კაცი აცხადებს სახალხოდ რომ მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალების პრეზიდენტი. არავით არის სხვა პარტიის, იმიტომ რომ აცხადებს რომ ოცნება ეს არის გუნდი რომელსაც უნდა ყველაფრის დანგრევა, ჯერ აი უბრალოდ იცით რა შეა, მე ხა არც ერთი პოლიტიკური პარტიის ნამდვილად ადვოკატი არა ვარ, მაგრამ უბრალოდ აი სიცხვილია ხალხო იცით რა შეა საქმე. შედალოცილობ მთელი ეს 10 წელი ლენტებს ხდიდი სხვის აშენებულ ობიექტებზე. და ეხლა იძახი რომ ვიღაცა ის ვის აჩენებდა, ვის გაფინანსებდა შენ ხო? და იმას უნდა აი ამის დანგრევა, ეს ხო აბსურდი არის ხო? და ეს არის ამას ხალხში ნაცვლის შედა. ბატონო ტრანიკა ახლა იურისტი ხარ თქვენ და ფაქტი უნდა დაიდოს. მე ფიქრობ რომ აი ფაქტი თუ დაიდო, მე უნდა ილაპარაკონ რომ ის არის რუსეთის თუ მანჯურიის აგენტი თუ რაღაცა არავით არის გამოძიება არ მიმდინარეობს არავით არის მოკლევა არ ჩატარებულა არ დადასტურებულა რომ ეს დავშვათ
ვიღაცა რუსული პოლიტიკის გამგზელებელი არის და თუ კი დადასტურებული არა, ესე თვითნებურად შეფასებების მიცემა ანტიკონსტიტუციურია და მაგასაც თავი დავანებოთ. აი მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა ადამიანის უფლებათა, ფუნდამენტალურ უფლებათა და აი ბუკეტია დარღვეული იქ იმაში, რა ქვია, დიდგორში. მეორე ამბავი მოხდა. რესტორანთან ხელშეკრულება დაუდია ნაცმოძრაობას თურმე. არ არის ეს, მე არ ვიცი, რომელიმე პარტიამ უნდა შეიტანოს სარჩელი მოგელაძეს კანტორაში. უფლება არ აქვს. ეს აკრძალულია კანონით, რომ რესტორანში ხარჯები გაიგონ, რომ ეს თავიანთი ნაცმოძრაობის აქტივისტებია თუ აქტივისტების დაპურების ხარჯების გაღების უფლებას ანტიკონსტიტუციურია. ბატონო დავით, ეხლა ბოლოს რაც მოხდა 6000 ლარი გადარიცხა ადამიანმა ქართულ ოცნებაში და ვერასაბუთებ შენ როცა 3000 ლარი თუ 4000 ხელფასი აქვს ვერასაბუთებ შენ რომ აი ამ პოლიტიკურ პარტიას არა ეს დიდგორს დაუბრუნდა აი დიდგორს კანონ დაარღვევა და მე ცოტა გამიკვირდა რომ აი ამ კანონის დარღვევაზე არავინ არ გააკეთა რეაგირება იმიტომ გავაკე ანუ რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნა ჩადენილი კი ყველამ დაგმო ეს აქციელი ის თქვა ისეთ რომ ეს საერო დღესასწაული გადაიქცა პარტიულ დღესასწაულად მაგრამ არავის არ უთქვია აი ამ სისხლის სამართლის აი ამ დანაშაულზე ამ მუხზე ამ კონკრეტულ მუხზე 152 მუხლის მეორე ნაწილის ბ პუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს სამწლიან თავისუფლების აკვეთას და ეხლა ჩვენ რო ცხოვრობდეთ ისრაელის დონის ტიპის ქვეყანაში, ან რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის ბორკილები უნდა ეტოს ეხლა. ვინაიდან აი ესეთი დანაშაული ჩაედინა. და იცით რა შესაძლოა დღეს ეხლა ძალიან კარგად გაშუქდა ეს აქცია, უამრავი ჟურნალისტი იყო მოსული და უამრავი უშიშროების თანამშრომელი იყო მოსული. მე ისინი მინდა გავაფრთხილო. ეხლა იქ იყო გლანი ნაძალადევის კუდის უფროსი, უთხარი კიდევა ჟურნალისტები და ჩვენც დავაფიქსირეთ ესა. იმდენი მანქანები იყო ეს ჩაბურული მინებით ჯიპები ძალიან გამიკვირდა ესეთი ინტერესი მათ რომ გამოიჩინეს ჩვენს მიმართ ვეპატიჟებით სხვა პრესკონფერენციებზე სიამოვნებით მობძანდნენ დაგვესწრონ თუ რამეს ახალს გაიგებენ მაგრამ მე ერთი მინდა გავაფრთხილო ისინი უკვე მრავალჯერ ითქვა რომ მათ შეწყვიტონ უკანონო დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელება და თუ კი ისინი არ შეწყვეტენ და კვლავაც გაგრძელდება ესეთი დანაშაულებრივი ქმედებები თქვენ კარგად გახსოვთ გერმანიაში, როდესაც აი ესეთი დანაშაულებრივი ქმედებები იქნა ჩადენილი და კაცობრიობის წინააღმდეგ ესეთი დანაშაულებები ებრაელების წინააღმდეგ, იყო ესეთი პიროვნება სიმონ ვიზენტალი, რომელიც აი ეს როდესაც დამთავრდა ეს ომი, აი ამ ნაცისტებზე ნადირობა დაიწყო სამართლებრივ ფარგლებში, ანუ სამართლებრივ ფარგლებში. ერთხელ ახალ თუ გონია, ახალ მე ჩვენი ორგანიზაცია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სწორედ სიმონ ვიზენტალის ფუნქციას აიღებს. თუ კი ესენი ესე გააგრძელებენ. ანუ თუ გონიათ ამათ რომ ეხლა ჩაიდენენ დანაშაულებებს, აქვთ მიშვებული ყველაფერი და შემდგომში წავლენ იქ და ხელისუფლების ცვლილების შემდგომ წავლენ და იქ სადღაც საფრანგეთში თუ ლონდონში იქნებიან, ძალიან ცდებიან. ესე არ მოხდება. მათ მოუწევთ მასშტაბურიზება ბრაზილიაშიც იარა. რა თქმა უნდა, აგენტები დაიჭირა ყველა გესტაპო. ის ადამიანებიც იქნა დაჭერილი, სხვადასხვა ვისაც პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მინიჭებული და იცით რა, ამათ გონიათ რომ ესეთი ის აქვს ამათ კარპლანში მიცემული ხელისუფლები და მიდით გააკეთეთ რაც კიდათ და პრობლემა არ იქნება და ზოგიერთი მაღალჩინოსას თუ გონია რომ თავს დაიძროს მასშტაბურიზება. ეცრანიკა რა, მოდით აი ეს მე ვხვდი რომ თქვენ გზავნილს უგზავნით პოლიციელებს ვინც თქვა რომ ნაციონალებმა გვიბრძანეს. ესე იგი ყველა ბრძანების შესრულება არ შეიძლება. იციან მათ ეს რომ ყველა ბრძანების შესრულება არ შეიძლება, მაგრამ გინდა ვიზენტალი დააშინეთ ეს ადამიანები და გინდა ჰააგის სასამართლოდ თუ არ შეასრულებენ ბრძანებას, მოხსნიან სამსახურინა და ამ გაგანია ზაფხულში უკმაყურო დაურჩებათ ოჯახი. არა ეს ბატონო დავით ესე აი მაშინ არ ვიცი, იცით ეგება თქვენ და ჩვენს ყველამ ეგება რაღაც ცირკულარი პოლიციელებს გაუგზავნოთ რომ აი აქ შენ არ ყვებ ადამიანის უფლებების ამა და ამოღს და დაჟადია ესა და თანხა დროის ხანგრძლივობას არ ეკვემდება. ბატონო დავით ესეთი რამე დაგითხრათ ვანო მერაბიშვილის ამოწყებიდან წასვლის შემდგომ ფაქტია ხა ვისაც გინდა არ მოსწონდეს თუ მოსწონდეს ვანო მერაბიშვილი ფაქტია რომ ამ კაცმა რაღაც სისტემა ააწოვი ხო ანუ და მე რა მინდა ვთქვა რომ ესეთი ქმედებები ესეთი აღიარებითი ჩვენებები მერაბიშვილის დროს არ მინახია მე ანუ იმდენად არაპროფესიონალები და ისეთი კადრები ეხლა ხო ყველა გაუშვეს ანუ მერაბიშვილის კადრები ვინც იყო იქ ისე არენდობა სააკაშვილი უკვე მერაბიშვილს რომ ყველა კადრი მაღალით რანგის თანამდებობის პირიქით და გაშვებული შენ როდესაც იძახი აღიარებითი ჩვენ იმიტომ შევიტანეთ ჩვენ ეს განცხადება თორე ხევთ ქონა დამამტკიცებელი საბუთი იმისა რომ მართლა ჩაიდინეს დანაშაული იძახის
პოლიციის მაღალჩინოსანი, ხელისუფლების წარმომადგენელი ჩვენ ქონდა ნაციონალებიდან სია გადმოგვეცა და ფაქტურად აღიარა მან თავისი დანაშაული. იქ კიდე გამგებელი გამოვიდა ბეშუმში, მეო დიახო, თუ საჭიროა ზონდერიც ვიქნები. ანუ ასეთი აღიარებები ცოტა არ იყოს, არ იყო ადრე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ხალხი უკვე არის აგონიაში. მე უბრალოდ ისე კარგად მინდა გაიგონ მათ. ვერავით არის ჩაბურული მინიანი ჯიპებით, ვერავით არის დაშინებით და მოსმენებით, ისინი ვერავის ვერ შეაშინებენ. ეს არის მთელი ადამიანის ნაბიჯები. ეხლა მე ადრე მქონდა კიდე პრესკონფერენცია. ისა დიდი ბოდიშიც რა ისა ნიკა მოდით ანატომია გავარჩიო. ჯერი ბეშუმში ძალიან სუდი რაღაცა მოხდა. მაშინაც ეს მონოპოლია ჰქონდათ აღებული ეგონათ და რომ შემოვიდა ეს ქართული ოცნება, სუდი საქმე გაკეთდა. რომ ეს პოლიცია მიესია და ბლოკირება დაუწყეს ამათ. უნდა დაითქვას, ხო არსებობს ის რაღაც კანტორა როა ის უცნაური რაღაც უწყება შორისო. იქ უნდა დაითქვას, რომ საერთოდ დღესასწაულზე ხო ყველა თანასწორად ვიყოთ. აი მე არ მესმის, აი მაშინ პანიკაში ჩაიგდეს თავი ამ პოლიციელებმა და გამიჯნა დაიწყეს იმ ქართული ოცნების ხალხისა და მიაწვია და ეს გაწიეს გაწევს. არა რას გეუბნებით იზით შემდგომი ნაბიჯი უკვე დიდგოში უკვე საშინელება მოაწყეს საერთოდ არ მიუშვეს და უარესი მოხდება ეს არის კანონის დარღვევა და მე აი ეს კანონის დარღვევა იყო როდესაც რესტორნიდან მომარაგებული რესტორანმა ფორმალური გაუშალეს აი მართლა გეუბნებით სისტემის სამართლის საქმე ამაზე აღსაზრავი და მე მიყვირს კაცო ამ ქართულ ოცნებაში იურისტები ყავთ ერთი 200 კაცი შეარდო ვინმე საჩელი არ შეიძლება ეს რესტორნით რომ რესტორანს რომ შეკვეთას უდეფო სუფრა გაუშალე 500 და 600 კაცს ეს ანტიკონსტიტუციურია ბუკეტი იყო დიდგოში დარღვევების აი ბუკეტი იყო დარღვევების სწორედ ამიტომაც შევიტანეთ ბატონო დავით ჩვენ პროკურატურაში მასალები და გვექნება მონიტორინგი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველსაც გადაუგზავნებთ სახალხო დამცველმა სვათაშორის ამ ბოლო პერიოდში დაიწყო შესწავლა ოფისმა არა ვიღაცის ინიციატივით თვითონ მე ვიცი ეს ინფორმაცია მაქვს დარღვევების ბუკეტი არის რა თქმა უნდა თქვენ როგორც აღნიშნეთ და ისიც რაშია საქმე ეხლა თქვენთან ალბათ ეს არ თქმულა ესენი ისე გათავხედენ რომ დღესასწაულებზე საერო კი არა საეკლესიო დღესასწაულებზე სამებაში მობილიზებული პოლიცია არის ელემენტარულად ისეთ სიტუაცია რომ რევს არ უშვებენ ეკლესიაში რომ რაღაცა ჯერგეც ვის გაუგია მიდიხარ იქ ამ ხელად ფაქტობრივად ჯარი მიყავთ იქა რომ ხალხი არ შევიდეს და არ შეიძლება ეხლა ესენი ისე გათავხედენ შეიძლება ხალხ ცოტა ხანში ასფალტზე ჩვენი დაგებული ასფალტია და ნუ გაელვიდო ისეთ დონეზე მივიდნენ უკვე ვის გაუგია კაცო ეს არის მთლიანად საქართველოს კუთვნილება ეს დღესასწაულები შენ რატომ არ უშვებ ამ ხალხს ვინ გეკითხება ეხლა შეიძლება რომ სიტყვაზე ესეთი რამეს აი სად გაუგიათ ან სად გაგონილა რომ თქვა ეხლა საფრანგეთში ბასტილის დღესასწაულზე იქ რაღაცა მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენლები იყო და მეორე არ დაუშვა თუ გეშინია და თუ ხარ კურდღელი უნდა თქვა და განერიდო ხალხს და ბავშვებთან უნდა ჩაატარო როგორც ატარებ ხოლმე რაღაც ჯაბა ასებს და მე უბრალოდ ნამდვილად აი ხა სხვანაირად არ გამიგოთ არ მინდა ეს კაცი რაღაცა ხა შუშებზე და იმებზე კი იმაშვებიან რაღაცას ამბობენ მაგრამ მივიდა და ნაციონალების ქუდი დაიხურა და იქ საუბარიც ჰქონდა და იმიტომ რომ იცი რა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი რო ხარ და საჯარო პირი რო ხარ შენ ხარ როგორც შენი ამომრჩეველი და შენი მოქალაქეა როგორც შენი პარტიის მხარდაჭერი ისე განსხვავებული არ შეიძლება დაყოფა საზოგადოების და ის მოწოდებები კიდე რომ ამათ ხომ არ ჩავაბარებთ ამ ქვეყანას და ჩვენაშებულ ქვეყანას და 50 სართულიან სახლებს ერთი მანახა რომელი 50 სართულიანი სახლი ააშენეს ამათმა ეს არის ყოველდღე გაუგონარი ფაქტი ამას გარდა ბატონო დავით ეხლა გარდა ამ თემისა და შეიძლება ამაზე ბიბმა მასიურად ხდება კერძო სტრუქტურებში ჩანერგვა თანამშრომლების ანუ ყოფილი პოლიციელების ესე იგი სტატისტიკურად არის 470,000 კაცია დასაქმებული კერძო სტრუქტურაში. ნუ ეხლა შეიძლება ცოტა გაბერილი ციფრი იყოს, იმიტომ რომ იდმე წარმე ეხლა თქვა შეიძლება გაჩერებულია და არა გაჩერებული, არ ამგონი ეხლა ეს შეიძლება 300,000 300,000 რეალურად. დიახ, მაგრამ ფაქტია რომ ამ ხალხს აი ჩვენ დაგვირეკეს უამრავმა ხალხმა თელასიდან, წყალკანალიდან, რკინიგზიდან რომ ხდება ესე იგი ადრე იყო ოდერებიც არიან ჩანერგილი, ეხლა დიდ კოლექტივებში უკვე ნერგავენ აი მერაბიშვილის ყოფილ კადრებს ისინი მიდიან იქ და აკონტროლებენ სიტუაციას და ეკითხებიან რა პოლიტიკური სწამსი გაქვს აფრთხილებენ რომ რაღაცა ქმედება არ უნდა განახორციელოს ანუ არ მივიდეს მიტინგზე რაღაცა დემონსტრაციაზე და შემდგომში როდესაც იგებენ რა რომ პიროვნებას ან მისი ოჯახის წევრს აქვს განსხვავებული პოზიცია ათავისუფლებენ ამ ადამიანებს და ეუბნებიან თუ თქვენ სამართლებრივად დაიწყებთ ბრძოლას
რომ თქვენი უფლებების აღსადგენად სისხლის სამართლის საქმე საყრდნო. აი საშინელებასა. ჩვენ ნიკა მემაპატიეთ რა, რეკლამას გადავაცილე და გპირდებით ამ თემას გავაგრძელებთ რეკლამის შემდგომ. რეკლამაა ჩვენს